პატრიარქის თარჯიმანმა თამარ მესხმა გაიხსენა იმას, რასაც ვაპარაკობდი მე რამდენიმე ხანია უკვე, რომ პატრიარქის მიერ მოსაყდრის არჩევა იყო ზეწოლის შედეგად მოპოვებული, რომ იმ დღეებში იყო ჩამოსული რუსეთის ეკლესიის მაშინელი საგარეო საქმეთა მმართველი არქიმანდრიტი ალფეევი. ზეწოლით დაინიშნა შიო 2017 წელი იყო, 9 წლის წინ. ამავე დროს ჩვენ ვიცით იმის შესახებ, რაც მეუფე იაკობმა განაცხადა პირდაპირ ტელეეთერში ნოდარ მელოძესთან რამდენიმე წლის წინ, რომ პატრიარქს აკაჩავებდნენ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, რომ მოითხოვდნენ მის გადადგომას. ეს მერე დაადასტურეს არაერთმა ადამიანებმა, ავიცი. და ფაქტია, რომ პატრიარქს აიძულებდნენ, გადამდგარიყო და იმიტომ დაანიშნეს ეს მოსაყდრე შიო. ეხლა ურცხვად გვეუბნებიან, რომ ჩვენი, რა ქვია, პატრიარქი ილია მეორე ანდერძიცად კი ნიშნავდა შიოს. ბორია ივანიშვილი აშანტაჟებდა პატრიარქს. ბორია ივანიშვილი უსმენდა პატრიარქს სუსის ფაილებიდან ჩანს ეს ყველაფერი. ბორია ივანიშვილი უსმენდა თვითონ შიოსაც კი ესეც სუსის ფაილებიდან ჩანს. და აგერ აი პატრიარქის უახლოესი გარემოცვის წევრია კაცო ეს თარჯიმანი თამარ მესხი. გამოვიდა და პირდაპირ იძახის, რომ ზეწოლით დაანიშნესო მოსაყდრეთ რუსებმა შიო. რატომ? იმიტომ რომ რუსია, იმიტომ რომ რუსი ეგზარქოსი არის. და ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. და ისიც უნდა ვიცოდეთ და დავსვათ კითხვები, როგორ მოკვდა პატრიარქი საერთოდ. მე ხო პირველივე დღესვე ვთქვი, რომ პატრიარქი მოკლულს გავს. იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება კუჭის წყლული ასე უცებ გასკდეს. კუჭის წყლული რო გასკდეს, მანამდე უნდა მიშვებული იყოს, რა ვიცი, კვირების და თვეების განმავლობაში. ეს დაადასტურა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმაც. იმ დღეს, როცა პატრიარქი მოხვდა კლინიკაში, მან განაცხადა, ძალიან საეჭოდ გაუწყდა კუჭის წყლულიო. ეს უნდა გამოვიძიოთ ჩვენო. იმის მერე, რა თქმა უნდა, არაფერი არ უთქვიათ, ხო? არ ჩამოიყვანეს ექიმები სასწრაფოდ და საღამოს გამთენისას შეყვანილი პატრიარქი გარდაიცვალა საღამოს. იმა რაღაც 24 საათიც არა 12 საათში. არ გაინტერესებთ ახლა პატრიარქს რო იყვაყავდით მთელი საქართველოს ლოყებს. არ გაინტერესებთ ეს კითხვები? რატომ უსმენდა სუსი პატრიარქს? რატომ აშანტაჟებდა ბორია ივანიშვილი პატრიარქს? როგორ მოკვდა პატრიარქი? თუ მოკლეს, როგორ გაუწყდა კუჭის წყლული? ანუ ამდენი კვირების განმავლობაში უნკურნალები მიგდებული. სპეციალურად ხო არ მოკლეს, რომ აი ეს დამდგარიყო ეს შედეგი, ჩქარა დაენიშნათ კომპრომატების გამოყენებით შიო. ეგეც ხო გავიგეთ ხო, რომ აქეთ-იქით დარბოდა ყველა ეპარქიაში თითქმის ბიძინა ივანიშვილის დავალებით ვანო ჩხარტიშვილი ყველა ეპარქიაში მივიდა, ზოგან ძვენი მიიტანეს, ზოგან რა ვიცი კომპრომატები და ასე შეუგროვეს 20 ხმა 39-დან შიოს. აი ბატონო, აი ქართველი ვარო, ქრისტიანობის ადაგძელოს სვამს. რა ვიცი, იხოყავთ ლოყებს. ჩვენაო ძმაო, ვინ დაგვაქვს ქრისტიანებიო და პატრიარქი გიწამეს. წლების განმავლობაში გიწამებდნენ პატრიარქს. უსმენდნენ, აშანტაჟებდნენ. და კაცმა არ იცის რა ვითარებაში მოკლეს. და როგორ მოკლეს. ამაზე არც აინტერესებს არავის. სამაგეროდ პატრიარქის გასვენებაში რიგში უნდა წავიდეთ და სელფები გადავიღოთ იქ, რა მაგარი ბიჭები და გოგოები ვართ, ხო? გავრცელეთ ეს ვიდეო. უპასუხეთ ამ კითხვებს თქვენ თვითონაც. მოითხოვეთ გამოძიება თქვენ თვითონაც. აი ეს არის მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა, ძმაო. ქრისტიანობა არის ბრძოლა სარწმუნოებისთვის, ქრისტესთვის, პატრიარქისთვის, ეკლესიისთვის.
და არა მარტო სადაგძლევების თქმა და თან იმ მამონას უკანალის კოცნა, რომელიც არ არის ქრისტიანი, ათეისტიც არ არის, სატანისტია, თვითონ თქვა, რომ არ უჯერაო ქრისტეს შემდეგ აღდგომისა და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლისაო. მეტი რაღა უნდა თქვას კაცმა, პირდაპირ გითხრათ. ბიძნაევანიშვილს შეხედეთ თაყუბაზე და ან ქართველს გავს, ან ქრისტიანს, ან მართლმადიდებელს, რა ვიცი. ამათაც ვერ უნდა მივხვდეთ. პატრიარქის მწამებელი. აი ეს არის თქვენი ბორია. საქართველოს ხო აწამებს, აგერგა პატრიარქსაც აწამებდა რა. აშანტაჟებდა რუსების დავალებით, რომ ჩქარაგადან მდგარიყო და შიო მოეყვანა მართულ მარიონეტად. ეს შიო ცალკე ბიზნეს სურვილების შეცვლებელი იქნებოდა, რა თქმა უნდა, თავად ეს რუსი პატრონების იქიდან. კრემლიდან და ეს რუსეთის საპატრიარქო კირილე რო არის, ბავშვების სკოლას რო ლოცავს და აკურთხებს უკრაინაში. აი ეს. და დედაქალაქის ცენტრში მუმიის სატანის მუმია რო ჩირი რო უსვენიათ და იმას ეთაყვანებიან და ლოკავენ, ლენინი რო ქვია იმას. და ესენი არიან მართლმადიდებლები, ხო? გავცელეთ ეს ვიდეო ბერმა ადამიანს ნახოს და გამოიწერეთ ჩემი გვერდი. თუ გინდათ შეულამაზებელი სიმართლე იხილოთ.